2:15 და გამარჯობათ. საკმაოდ ხნით გამოვიყურები მინდა გითხრათ. არ მეცინება. აქ ნახეთ რა მაქვს. ძირითადად ლაშას კომპიუტერს ვიყენებ ხოლმე ბოლოზარებისთვის. და უნდა დავხატო ეს. რატატო. უკვე დავხატე. და პატარა დეტალები გადავჭა და სახატე. ახლა წელს ვარჯიშობ, ჩემი მაგიდა ადგილზეა. ულვაშები დამჭა. და პატარა დეტალები, რომელიც რა თქმა უნდა ჩემთვის ნახატის ბოლო ეტაპი ჩემთვის არის ეს ფერი. ფერი, რომელიც აცოცხლებს ნახატს. ხოდა. თან მე გავაცოცხლებ ნახატს. თან ჩავწერ ვიდეოს, ვარ ჩამომეძინოს. თეთრი ფერი აკვდება. ყველას წინავ. მარტო მივაჭყედავ თვალებს. ძალიან პატარა დეტალებიღა დარჩა. ოღონდ ამ ნახატის შემდეგ ეს საროჭკა არ თავდება, რადგან ამ საროჭკას უნდა სახელი, წლები, ზარი, შესაბამისად უფრო ნაკლები დრო უნდა ვიგდე ამას. ხო, თქვენ დაგემშვიდობებით, მაგებს მე გავაკეთე. ანუ ზარი რო დავხატო, ეს უნდა გადავადგილო ეს. გავაცურო, ავიღო ზარის ჯიბის მხარე დავდო მაგიდაზე და მაგას ვერ ვიზავ, სანამ არ გაშრება ეს. იმიტომ რომ სველია. და ეს რო გავატყო, კარგად იცით რაც მოვა. ამას. და მე ხო თქვენთან ერთად მიყვარს რაღაცების გაკეთება. და სანამ რა ტატუის განახეთ ბოლომდე როგორი გამოვიდა. ბოლო ეტაპს და ბოლო ხმებს გავუკეთებ. დეტალებს. ამ ნახატის ფონზე დაიდება პოსტი ჩემს Facebook გვერდზე, რომ ოფიციალურად უკვე ავიღე პირველი ნახატი ბოლოს არის. სხვა შორის შაშან მახსოვს პირველი ნახატი რაც იყო. შაშან იყო აზიური ტიპის ნახატი, ხმლით, წითელი მთვარე. თუ ვიპოვებ ნახატი ჩავსვა. პირველი ნახატი მაგრად მახსოვს, იმიტომ რომ ზოგადად ყველა ნახატს დიდი ინტერესით ვხატავ ხოლმე, მაგრამ ჩემთვის მაინც რაღაცა პირველი ნახატი ხოლმე ის არის რა რაღაც განსაკუთრებული და ჩავსვავ ახლა აქ რომელი წუთია მეხუთე წუთზე დაახლოებით თუ რა დავხატე პირველი და რა თქმა უნდა ყოველ წელს ჩემი ფავორიტი ნახატებიც მაქვს ხოლმე. შაშან იყო მეფე. შაშან სხვათა შორის ორი ფავორიტი ნახატი იყო. ერთი იყო ფერადი, ბევრი გულებისა ბუშტები. სახლი რომ იფრინავს მულტფილმიდან. და
ულამაზესი იყო. ისა იმას ხა გავუკეთებ თვალის სითეთრეებს და ულვაშებს. სხვადასხვა ამ პერიოდში ამოვხსოვე ნაჩნიკი. სანათი თუ რაც აქვია რა ვიცი ქართულად. ხოდა ეხლა რატო არ ამოვიტანი არ ვიცი. ეხლა სანამ ის გაშრება ცოტა ხანი დავისვენებ და TikTok-ში შევგრიალდები და რაღაც ვიდეოებს ვნახავ და შემდეგ დავუბრუნდები ამ ნახატს. დავასხავ ლაკს, თმის ლაკით ვამშვები, ვაფიქსირებ, რომ არ მიედმოედოს და არ წაიშალოს, არ წაიშლება რა თქმა უნდა, მაგრამ მაგით უფრო დაცულია რა. და ჩემი ტექნიკები მაქვს. აჰა. ცუიც გავუბრიალოთ. არა, თეთრი რო ნახატს ხდება. სუსხა. ლალამაზი ხარ. ლატატუი. ესე იგი უნდა ულვაშები და უნდა თვალებში ეს დაპერწკრები სიცოცხლის. ეხლა რაღაცა აი ეგ შავი დაგვრჩა, შავის გაკეთება. ვაიმე გოგო. შავი იყო და საჩათაკე გოგო. ულვაშები თეთრი უნდა. და აწეწდა აქვს. და უწეწოდ ჩვენს. ძალიან მიყვარს ეს მოდვილი. მინდა ლამაზი. მეკითხებიან ხოლმე რას ზოგადად რომ ატარებ ხოლმე შეკვეთას. სულ ვეუბნები რომ ჯერ უნდა ვნახო ნახატი და მე გეტყვი დავხატავ თუ არა. და მიგზავნიან ხოლმე სურათს. ვერ ვხატავ სურათს, არ ვხატავ, როდესაც რეალისტური სურათი, რაღაცა პორტრეტი, რაღაცა ადამიანები, ანუ რეალური სურათი და მე არ ვხატავ. ჩემი ის ხო აი საკუთარ ადამიანის ხო რაღაცა საკუთარი მიდგომა, ხედვა რაღაცა. აი მაგებს არასდროს არ ვხატავ. ბევრჯერ მითქვა უარი რაღაცა ეგეც ნახატზე და გამოგზავნიათ იგივე ოღონდ სხვა სურათი და იგივე რეალისტური. ეს ზოგს ძალიან უჭირს ხოლმე იმის გაგება, რომ რას არ ხატავ, ვერ ხსნი, ვერ იგებე. არ ვიცი რა ჩანს, ულვაშებს ხა უკეთებ, ულვაშებს, თეთრ ულვაშებს და განახშევ. ყოველთვის ამ დროს ვიწყებ ხოლმე ხატვას მე, როდესაც ესენი მაქვს დასახატი და ყოველთვის ვიძინებ ხოლმე მე მაშინ, როდესაც იღვიძები ხოლმე სხვები. ხოდა ეხლა ეგ მომენტი ცოტა გაჭირდება, რადგან მუშაობ და ხვალე უნდა წავიდე. ამიტომ მინდა არ მინდა ეს პერიოდი უნდა ცოტა გავიჭირო. და სავარაუდოდ ძილის ფუფუნება არ მექნება. მაგრამ ძალიან კაია არ წუწუნებ, იმიტომ რომ მე ამ პერიოდს ველოდები ხოლმე. ეს პერიოდი არის ჩემი ოქროს ხანა ხოლმე. იმ მხრივ რომ ამ ყველაფერში ვიღებ უდიდეს სიამოვნებას და იმ მხრივ რომ ფინანსურად მიფასდება ხოლმე ეს ყველაფერი. ასე რომ მე მზად ვარ ამისთვის დიდი სიამოვნებით გავტეხავ ძილს თუნდაც ერთი თვე. მე ამოვინახავ ფარავს.
ეს ეგრე. ღმერთს მადლობა, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ჩემთვის რაღაცა, რა ვიცი, ფასდაუყებელია და ჩემთვის არის მთელი ცხოვრება. ანუ იგი არ აქვს ბევრს ფუფუნება და მე რა უფლება მაქვს რომ ვიწუწუნო. ხალხი იმას აკეთებს მთელი ცხოვრება, რაც არ უნდა. იმაზე მუშაობენ, რაც არ უნდა. მე როგორ დავიწუწუნებ, რა უფლება მაქვს იმას ვაკეთებ, რაც ჩემი ცხოვრება. განახოთ ხალხო, იცი რა საყვარელი გამოვიდა, ვიცი თვალები ავუწყინო. თავარი. თვალებში ნაპერწკალი ჩაუსვათ. აი, ღმერთო, არ ვიცი, აი ეს ერთი პატარა წერტილი, იცი რას შვება? გააცოცხლა თაგვი. ეხლა მე მგონი საროჭი და წამომიხდე. საროჭი და წამომიხდება რა ტატუი. ნომერი პირველი. ეხლა ამას დავამთავრებ, აი ამას და განახეთ და არჩეს მე ვიზა. აი მე რა ლამაზია. რატომ ეკულებ ეს? აი მე რა სიცოცხლე და იცოდით. ძალიან ცხოვრება. სადაც ამასახურე. ეს პატარა დეტალი შავი გავუკეთა და ეგა. ეს ქართული ის არის გუაში ვარ გაისარი. მაგრამ პატარა დეტალებს კარგად აკეთებს. ძალიან მუქით არ მჭირდება. კიჭები აქ. აჰა. მჭით. კი, მჭით. მჭა რა ტატუი. სადაც თავსა. ბარემ აქვე განახეთ იმათ, ვისაც ეს არის ხედის საწმენდი, პირის საწმენდი და ცხვრის საწმენდი, როდესაც ხატავ ხოლმე. ასე რომ თუ ხან ცხვრის მომიწმენდა ხან ხელსა და ხან ბავშვსაც გავწმენდა არ გაგიკვირდეთ. აქვე გეტყვით ვხატავ, არ ვხატავ მე აკრილით. ანუ აკრილის ეფექტს აკვარელის ეფექტს არა, აკვარელის სხვა დონეა, ფურცელზე არის, აკვარელია ღმერთი, ჩემთვის. ზეთის საღებავები და აკრილის საღებავების ეფექტი შეიძლება ამით მიიღო. მე ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მიყვარს, ეს გუაში. ამით ხატავ, მაგრამ ხალხო არ გეგონოთ, რომ ადვილი ამით ხატვა. იმიტომ ეს არის წყლის საღებავი. და ეს კიდე არის ნაჭერი, ჩვეულებრივი ნაჭერი. და კარგად იცით, წყალში წყალის და ეწუწება რა მოსდის ნაჭერს, როგორ იჟღინდე. ერთი წვეთიც მეტი რომ მოგივიდეთ წყალის აღებავთან, ეს გასარეცხი გამიხდება. მილიმეტრს არ უნდა გასცდეს და ჯერ ცალკე დაამუღამით. რა ტატუი როგორ აღარ? ქვევოთ გასულია. განახოთ. მოვაფორმებ ეკრანს და ისე განახეთ. აი ეს უნდა დავხატო, კირად ეს უნდა დამეხატა და ნახოთ რა გამოვიდა. ნახოთ. ნახეთ რა გამოვიდა. ნახეთ რა საყვარლობა არის. თვალები ნახეთ რა ლამაზია. აი ჩემი რა ტატუი. კუდი ცოტა აქ მოუყვა. ნახეთ რა საყვარელია. ეს ბეწვები მომწონს, ფუმფულა. თვალები. მე რა ლამაზია.
ესე ჩემი რატატუი. მოკლედ ეს მორჩა. ეს აღარ მჭირდება. ეხლა დავნახო. აუმაკ ტელეფონში მაქვს ესე იგი წლები დავსკრინე, იმიტომ რომ იქ მომწერეს რა ქვია. YouTube-ზე ვიკითხე რომ მეთქი ეხლა ვამთავრებენ რომელ წელს არის შესრულები მეტად თქო და თვითონ ბავშვმა მოწერა რომ მე ვამთავრებო და ამადა ამ წელს ვარ შესული და ეგ მაქვს დასკრინე. სავარაუდოდ არიან შესრულები 2007 წლიანები არიან და შევიდნენ 13-ში. 2013-ში. ხო, ეგ გამოდის. ხო და მან უნდა ნახო. ეგ უნდა მინახო და წულა. ბანკ. ვიყენებ ბევრ სახებად, ბევრ ჩოთქს არ ვიყენებ ფუნჯს უბრალოდ. ერთია ეს, რომელიც ბეწვებისთვის გამოვიყენე, რომ ბეწვები გამიკეთებინა. ეს, რომელიც მაქვს სკოლა დავამთავრე 2004-ში. 2004-შივე ჩავაბარე და ვიყიდე ეს ფუნჯი 2004 წლიდან ხალხო 20 წელია ეს ფუნჯი 20 წელია ეს ფუნჯი მაგ არ არსებობს 20 წელი გავიდა არა 20 წელი პრინციპში კი როგორ არა გოგო ეხლა წაველი ივანე მეთქი რომელი წლისა ის რომელი წელს დაიბადა მეთქი მაგრამ რომ ვამთავრები ივანე მაშინ დაიბადა რომ დავამთავრე ივანე მაშინ მაგ წელს დაიბადა ეს ფუნჯი 20 წლისა ყოფილა გოგოებო და ამას ხმარობ სუ ამაში მაქვს კიდობანში მივეცი არ მახსოვს 16 ლარი ან რაღაცა ეგეთი 20 ლარამდე არც კი და ეს არის ციყვის ბეწვი. ეს არის ციყვის ბეწვით გაკეთებული ფუნჯი. არ ფუჭდება. ნუ მოხმარებაც უნდა, მაგრამ რა ვიცი, სხვანაირად უგუნა იქნება. მოკლედ სახში მაქვს რელიქვია, ჩვეულებრივ. რატატუი ლალამაზია. ცაცოყალი. ეს გაშლება ეხლა და გადავადგილებ. მოკლედ. ვიფიქრე რომ ამ ყველაფერს ხვალ გავაკეთებ მეთქი, მაგრამ მე გამახსენდა რომ ეგ უკვე წინა კვირას ვიფიქრე. და ესე გამოდის რომ ერთი კვირის თავზე ვფიქრობდი და კიდე გადავდი. ხო და არა იგი არ შეიძლება მანანა მე ხო მივეცი ჩემთვის პირობა. ხო და კაი გოგო არ ვიყავს. ხო? დაგახელი. ამ ყველაფერს ეხლა რომ ვიხმარ დილაზე ავალაგებ პრინციპში შეიძლება დამატებდეს კიდეც და მაგრამ ის არა უშავრო. დღეს მე და ჩემი რძალი ერთად ვმუშაობთ, მეგი და არ მოვიწყენთ ეგ უფლებას არ მომცემს რომ დავიძინო, მოვითენთო. არ არსებულია, ამიტომ მოდი დღევანდელი დღე ვიმუშაოთ. ხან ამასობაში ტელეფონმა თქვა რომ ჯდებიო და შევაერთე. კაი? და მე ცოტა ხანი აი აქ
მოკლედ დაგემშვიდობებით ახლა. ზოგისთვის დილა მშვიდობისა იქნება, ზოგისთვის ღამე მშვიდობისა, ზოგისთვის შუადღე მშვიდობისა. ფაქტი ის არის, რომ მე და რა დატვი აქვთ. ფაქტი ის არის, რომ მე და რა დატვი დღეს თანამშრომლობა დავიწყეთ. და ბოლოს არის პერანგების, არ მიყვარს ეგ სიტყვა რა. ბოლოს არის საროჭების სეზონს გახსნილ ვაცხადებ. წავედი. რატატუი კაშერი. კაშერი რატატუი. ლამასი კოკო ბიჭო. წავედი.